კარგად მოусმინე ამ ვიდეოს, რადგან ამ ინფორმაციამ შეიძლება ერთ დღეს თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი პატარა ადამიანების სიცოცხლე იხსნას. ეს არის პატარა ზომის ელემენტი, რომელსაც ყველა ვიცნობ და ამ ელემენტის უნებურად გადაყლაპვა პატარა ბავშვებში არის საკმაოდ ხშირი მსოფლიოში. ეს ელემენტი კი საყლაპავში მოხვედრისთანავე იწყებს ურთიერთქმედებას ეპითელთან და აზიანებს მას ისე, რომ 2 საათის შემდეგ უკვე ნეკროზი ვითარდება. ამ სიმულაციაზე შეგვიძლია თვალნათლივ ვნახოთ რა ხდება ამ დროს. ეს არის ქათმის ფილე, ეს კი ის ბრტყელი ელემენტი, რომელიც აზიანებს უშუალო სტრუქტურას და წამზომის ჩართვის შემდეგ ხედავთ, რომ უკვე 9 საათის გასვლის შემდეგაც კი აღინიშნება ქათმის ხორცზე ეს ნეკროზული ცვლილებები. რაც უფრო დიდი დრო გადის, ლოგიკურად უფრო იზრდება ეს ზიანი და შეუქცევადი ცვლილებების მასშტაბი უშუალოდ ქსოვილში. თქვენ წარმოიდგინეთ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს ელემენტი რომს მოცილდეს ქსოვილს, იქ მაინც გრძელდება ნეკროზული ცვლილებები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იცოდეს ადამიანმა თუნდაც გზაში საავადმყოფოსკენ როგორ მოიქცეს, რომ გააუმჯობესოს გამოსავალი. ამ დროს რაც შეიძლება ადამიანმა მოიმოქმედოს არის ის, რომ სასწრაფოდ საავადმყოფოსკენ წაიყვანოს ადამიანი და მას 10 წუთის ინტერვალით მისცეს დაახლოებით 10 მილილიტრი თაფლი. აი როგორც ხედავთ ამ ექსპერიმენტზე არის ნაჩვენები, რომ ეს თაფლი რატომღაც მექანიზმი კონკრეტულად არავინ იცის, ამ ელემენტს უკეთებს იზოლაციას. ეს იზოლაცია რა თქმა უნდა სრული არ არის და ქსოვილი მაინც ზიანდება, მაგრამ განსხვავება საკმაოდ დიდია. ეს ინფორმაცია ეფუძნება არაერთ კვლევას, როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ წამყვან ტოქსიკოლოგიურ ინსტიტუტებში. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თაფლი ჩვენთვის არ არის საზიანო პროდუქტი, აქედან გამომდინარე ექიმების რეკომენდაცია ცალსახაა, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს პაციენტი საავადმყოფოში და გზაში მას შეუძლია 10 წუთის ინტერვალებით მიიღოს დაახლოებით 10 მილილიტრი თაფლი, იმისთვის რომ ეს ზიანი შეამციროს.